მოგესალმებით, მეგობრებო, მოკლედ ამ რევიუს ინგლისურად ვერანაირად ვერ ჩავწერდი, უფლება არ მაქვს. მოკლედ, სურს გაგიზიაროთ ჰიჩკოკის ერთ-ერთი ბოლზე არაცნობილი ფილმი, მაგრამ ძალიან კარგი, Suspicion 1951 წლის. ანუ ეჯვია 1951 წლის ბეჭდების თარიღის დროინდელი. მთავარი პერსონაჟი ამ შემთხვევაში არის პერსონაჟი ლინა, რომელიც არის ძალიან, ასე ვთქვათ, შემზავი წიგნების მოყვარული და უბრალო ადამიანი. სწორედ ამიტომაც წერ ამ რევიუს ქართულად ალბათ მიხვდებათ ისედაც. რომელიც გაიცნობს დალს ექსტროვერტ ჯონის, რომელიც მისი გამოცდილობით ისარგებლებს, ასე ვთქვათ, 28 წლის არის თავი პერსონაჟი, მაგრამ ძალიან ინტროვერტია და ასე ვთქვათ, არ უყვარს ისეთ სიტუაციებში ყოფნა, სადაც ბევრი ხალხია და სრულიად მის საწინააღმდეგო ჯონი მოეწონება, უბრალოდ თავს მოაწონებს, ასე ვთქვათ და გადაწყვეტს მასზე დაოჯახებას მისი ოჯახში შეწინააღმდეგობის მიუხედავად. მაგრამ მე ნელ-ნელა აღმოაჩენს ანორას ხუთს და მიხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას თავიდან ეგონა. და ჯონიც, ასე ვთქვათ, ერთი უბრალო უსაქმური მოკდაჭაველი ტიპია, რომელსაც არც მიზნები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ ექსტროვერტია და არც სურვილი აქვს, რომ ფული გამომიშოვოს, პირიქით სურს, რომ მეტი და მეტი, ასე ვთქვათ, გამოცდილოს მას და მის ოჯახს და იმედები აქვს მის მემკვიდრეობასთან. აი, აქ ძალიან მწარე ირონიას ჩაუგდებს ლინას მამა და ეს ძალიან მოუწევს ეს ფაქტი და ძალიან სასაცილო სცენა, ასე ვთქვათ. მოკლედ, რასაჯუկარსაც დავტოვებს. კიდევ ერთი სცენა მოუწევს განსაკუთრებით ამ ფილმში. ну, რა თქმა უნდა, არც ის სცენა და კიბის სცენა ეს არის ცალკე კინემატოგრაფია და ცალკე შესასწავლი დარგი, ასე ვთქვათ, მაგრამ ერთი სცენა მიყვარს განსაკუთრებით ამ ფილმში და შეუმჩნია და გეტყვი. მანამდე კი ერთს ვიტყვი რა, ანუ ჩვენთანაც ძალიან ციან ამ თემატიკაზე გაპრობლემატიკება და წარმოიდგინეთ 28 წლის ასაკის ადამიანსაც უგდებდნენ ამას, მე ხლა 27-ის ვარ, მაგრამ ამიკლია ერთი წელი, ხო და ანუ ამერიკაში იმდენად თავს არ ახვევდნენ. ჩვენთან ძალიან ციან თავს მოხვევა ესეთ სისულელეები, რომ ალბათ დაოჯახდი და გინდკისერი გიდახია. ძალიან არ მომწონს და ძალიან არასწორი მიდგომა აქვს ჩვენთან. რაღაც ამ ფილმშიც ეგეთი მომენტია ჩაგდებული რა. საზოგადოების მხრიდან ზოგადად შეხედულება, მაგრამ მაშინ 1951 წელი იყო, თან ამერიკა იყო და რა გიკვირთ. ეხლაც მაგალითად მეგობარი რომ მოვა და რაღაცას რო კითხავს, იმანის მითხრა, იმანის დაინიშნა. აი რაში მადარდებდა? ისიც სიტყვის მეც ვიყავი, აი რაში გადარდებს? ის თხოვდება, ეს გამოთხოვდება ან რაღაც. რაში გადარდებს ადამიანს? ზუსტად მასე ეს პერსონაჟიც არაფერი მის გარშემო არ ადარდებს და მე მიხვდება ნელ-ნელა, რომ ეს ხალხი ისე ჩაციკლული, ასე ვთქვათ, მე რაც არ მიყვარს იმ ჭორაობაზე და ინტრიგებზე და თვითონაც ნელ-ნელა გახვევენ ამ ინტრიგებში, რომ ეს ძალიან არ მოწონს და ასე ვთქვით, ჯონის საუკეთესო მეგობარი, მასაც დაუმეგობრდება, ძალიან კარგი გულუბრყლო ადამიანია და ეს მერე მისი საქმეც ცალკე ისეთი ფაქტია, ბოლომდე ფილმში არ იხსნება რა მოხდება და ეს ცალკე ინტრიგა, ასე ვთქვათ და მე კი მივხვდი რაც მოხდება, მაგრამ მოდი ამას თქვენ გამოცანად დაგიტოვებთ და ნახავთ იმ პერსონაჟს და ძალიან მოგეწონება ჯონზე მეტად. და ეხლა ისევ იმ სცენას დავუბრუნდეთ, რომელიც ძალიან მომწონს. ბავშვის ფსიქოლოგია. მოკლედ ლინა 28 წლის ასაკში კითხულობს ამ წიგნს. და აღიქვა ისე, რომ გამოცდელი ინტროვერტი, ძალიან უბრალო, წიგნების მოყვარული ადამიანია, განათლებული ძალიან, ვიღაც ჩემ თავს ალბათ. და მოკლედ კითხულობს ამ ბავშვების ფსიქოლოგიას რა. გეგონება ადამიანი რომ თვითონ რო ასეთი ტიპაჟია, რომ მის საკუთარ თავზე ითქმის ეს და მის გამოკითხულობს თითქოს საკუთარ თავს შეისწავლის, მაგრამ ბოლოს მიხვდები, რომ სულაც არ არის ეს ბავშვების ფსიქოლოგია მასზე. პირიქით, მას ძალიან კარგად განვითარებული გონება აქვს, მშვენივრადაც აზროვნებს, ასეთ მეტი პარანოიები უკვე ეს დასჭემდება, იმიტომ რომ ნელ-ნელა სიმართლის გაცნობიერებას დაიწყებს და მგონია რომ ჩვენ არ ადამიანებს ეს პარანოიები, ვერტიგოები და ასე ვთქვათ, ყოველთვის გვექნება გონებაში და გადმოსინამდვილეშიც, მაგრამ
მიხვდები რომ ზუსტად შენ არ ხარ ის ბავშვი რომელიც გონია რომ ხარ და ზუსტად ჯონისნაირი ტიპი არის ის განუვითარებელი ბავშვი ფსიქოლოგიურად, მენტალურად, მორალურად ყველანაირად, რომელზეც ლინა კითხულობს. რაც შეეხება დასასრულს, მოდი აქაც არ დაგასპოილერებთ, მაგრამ მოგიყვებით ერთ ფაქტს. ჰიჩკოკს სურდა ძალიან სხვანაირად დაემთავრებინა ეს კინო. ამ ალტერნატიულ დასასრულს შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ არ არის ამ ფილმში წარმოჩენილი. მოკლედ, ჯონი წამლავს იმ შევდარებელი რძის კადრი, რომ არის კიბეზე ასვლის, იმ სცენის შემდეგ ლინას იმ რძით. და ლინა კვდება მისი ეჭვები სიმართლე აღმოჩნდება წერილს წერს დედამის უგზავნის ერთ-ერთი დასასრულია რომ ბოლოს ასე გაიმარჯვებს სამართლიანობა და ჯონის დაიჭერენ. მეორე დასასრული იყო კი აუტანდა ლინას ამ რძეს და ალევდა ისე მოიწამლებოდა და შემდეგ ჯონის უიცით განახორციელებდა ამოწდა ის სიტყვა არ დამბლოკოთ მოკლედ და ის რა ქვია მაგრამ არ მოიწონა იმ დროინდელმა 1951 წლის ხალხმა და ასე ვთქვათ გარშემოყოფებმა ეს დასასრული და ბოლო დასასრული საეჭვო ვენიერია როგორც ტარანტინო იყო და აი ვიცოდი რომ ესე დამთავრდებოდა ხო და ასე ვთქვათ მაშინ არ ვიცი ვის გააბედნიერებდა ეს დასასრული რამდენად მოეწონებოდა ეს დასასრული, მაგრამ შეცვლევინეს ეს დასასრული, მაგრამ მაინც კარგი გამოდგა საბოლოო ჯამში ფილმი, იმიტომ რომ იქაც შეიძლება ეჭვი ჩააქსოვო. ეჭვიც სწორედ ამიტომ ქვია ამ ფილმს. და ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტი, ჯონ ფონტეინი და კარგრანტი ძალიან კარგები არიან ამ ფილმში, მაგრამ ჯონ ფონტეინი არის ერთ-ერთი მსახიობი, რომელმაც ჰიჩკოკის ფილმისთვის, ანუ საუკეთესო მსახიობის შესრულებისთვის აიღო ოსკარი და სწორედ ამ ფილმისთვის და ეს ხდის ამ ფილმს ასე ვთქვათ ასე გამორჩეულს და განსაკუთრებულს. ასე რომ კარგად იყავით, ბედნიერ დღეს გისურვებთ, არავის არ მოусმინოთ, იყავით ისეთი საყვარლები, მარტივები, უბრალოები, როგორებიც ხართ. და მხოლოდ საკუთარ თავზე იდარდეთ, სხვებზე არა. იმათ თავისი გასჭირდზე ყოფა და პრობლემა